სუსის ამ ანგარიშიც კიდევ ერთხელ ჩანს ის რაც არის ამ დე-ფაქტო ხელისუფლების თავარი დამახასიათებელი, რომ თავარ გამოწვევაზე, თავარ საფრთხეზე საუბრისას ისინი აქცენტს აკეთებენ და მათ შორის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანოც, სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანოც აქცენტს აკეთებს არა რეალურ საფრთხეზე და გამოწვევაზე რუსეთის იმპერიის სახით, რომელიც გვაქვს არა მხოლოდ ბოლო ათწლეულების, არამედ ბოლო საუკუნეების მანძილზე, არამედ ისინი საუბრობენ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებზე, ჩვენს მეგობარ ქვეყნებზე და დასავლურ სამყაროზე, რომელიც თითქოს და არის უკან ქვეყანაში შექმნილი არეულობების, რაც არის რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ დალაშქრება დასავლურ სამყაროს წინააღმდეგ და კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ რუსული იმპერია თვითონ იყენებს ამ მიტაცებულ ინსტიტუციებს ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებად. ანუ განცხადებაში რაც გარშემო სამაგერში დაკავშირებით, ანუ ჩაშლილადება სიტყვაზე რაც გეგმავდნენ ამ აქციების ფონზე, ანუ მაიდანიზაცია იყო მთავარი მიზანი. იქ ანუ პოლიციასთან დაპირისპირება და ანუ აქედან მერე უფრო დიდი ამბების გატანა და ანუ ესენიც რო შეავსეს და იქ კონკრეტულად გეგმა რაც იყო. დიახ, გეგმა არავითარი გეგმა არ არსებობდა. ქართული ხალხის პროტესტი განაპირობა ორმა ძირითადმა ფაქტორმა. პირველი ეს იყო ტოტალური გაყალბება არჩევნებზე და შემდგომში მთავარი ასე ვთქვათ როლი ითამაშა მათ შორის ყობახიძის მიერ გაცხადებულმა პოზიციამ, რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება წყვიტავდა ევროპული ინტეგრაციის პროცესს. ამას მოყვა სპონტანური პასუხი ქართული ხალხის მხრიდან. არ ვიცი ახლა ვისაც თბილისში აქციებში მოწვევა მიუღებდა ესეთი არის 10,000 და 100,000 ადამიანი კარგად იცის, რომ ეს იყო სპონტანური ორგანული პროტესტი ქართული ხალხის, ამიტომ მსგავსი ტიპის განცხადებები, მსგავსი ტიპის პროპაგანდა, პირდაპირ შეიძლება ითქვას ეგრეთ წოდებული ძალოვანი სტრუქტურების და მათ შორის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანოების მიერ, რაც ბოლო თვეების მანძილზე გვესმის, მარტო ერთ ორგანოს არ გულისხმობ, ხო? ყველა ინსტანციაზე საუბარი არის უბრალოდ ფაქტებს აცდენილი, იმიტომ რომ ეს იყო ორგანული პროტესტი, ქართულ ხალხს სურს ევროპული ინტეგრაცია, ქართულ ხალხს სურს დემოკრატია, ამიტომაც მათი პასუხი იყო ძალიან მკაფიო, ძალიან მათ შორის რა თქმა უნდა ემოციურიც მათ შორის და იყო ეს განპირობებული იყო ასევე იმ რეპრესიებით, რომელსაც პირველივე დღეებში მიმართა ივანიშვილის ეგრეთ წოდებულმა ძალოვანმა სტრუქტურებმა. და ეს კიდე კითხავთ თემაზე, ანუ მე იქ განცხადებაში ასევე იყო, ანუ უცხო ქვეყნის აგენტებზე საუბარი, ანუ ის გულისხმობდნენ ამ აგენტებში, ანუ სიტყვაზე ან ოპოზიციური ლიდერებსაც უკავშირდებოდნენ და ასე შემდეგ. ეს არის ბოლშევიკურ პროპაგანდისტულ სტილში საუბარი მუდმივად აგენტებზე, არავითარი მითვისებულებები ამ აგენტობის არ არსებობს, თუ ვინმეზე აქვს მითვისებულება, რომ არის აგენტი და ამდენი წლის მანძილზე ვერ მოახერხეს კონკრეტული მითვისებულებების დადება, შესაბამისი უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლობა, მაშინ ეს მათ ტოტალურ არაკომპეტენტურობაზე მიუთითებს, ხო? შეუძლებელია წლების მანძილზე იყო ხელისუფლებაში და ვერ ახერხებდა გაშიფრვას კონკრეტული აგენტურული ქსელის, ხო? არ ვიცი ხა ეს მაშინ მიუთითებს იმაზე, რომ შემკოლოდ არც გაქვს შესაბამისი კომპეტენცია და ეფექტურიც ვერ იქნება ვერასოდეს, რომ მართო ქვეყანა, ხო? ამიტომ თუ საუბრობენ ისინი ხოლმე რაღაც აგენტებზე, უნდა ისაუბრონ ხოლმე კონკრეტულად ფაქტებზე, თორე ესე მეც ძალიან მარტივად მივაკრავ ყველაფრის იარაღებს. ფონდების ჩხრეკაცო შევხვდეთ გუშინან რამდენიმე ადამიანი იყო, მათ შორის ნამუკაჟოჟორი ადამიანიც იყო შესულებ და ძირითადად ამაყრიბეს ტექნიკა, მობილური მასშტაბური კომპიუტერები და CD-დისკები ნამუსასთან და სხვებიდანაც ან ტექნიკა ამოიღეს. როგორ შეაფასება ამასაც ვაერას უნდა ემსახურებოდეს ეხა უცნაეს ნამუქარებს, რომ პირველ ადგილს არის განჩინება გაცემული ის რა ქვია ჩხრეკის. ეს რეჟიმის სტილი გახლავთ ყველა რეპრესიული და ავტორიტარული რეჟიმის, რომ უდივად უნდა მიმართოს ძალადობრივ აქციებს, რეპრესიებს ადამიანების წინააღმდეგ, რათა უდივად დათესოს შიში საზოგადოებაში და რა თქმა უნდა ესეც იყო ამის შემოგვიდგენელი ნაწილი. ხა საქართველოში იმაზე საუბარს რომ თილის 8 საათზე 7 თვის ორსულ ქალს, რომელიც მარტო არის მცირეწლოვანი ბავშვთან ერთად უნდა შეუვარდეს სახში და უნდა დააწიოყო, ამას ხა საქართველოში არასოდეს არ ჭირდებოდა არც სამართლებრივი, არც მორალური და არც პოლიტიკური არგუმენტაცია. და თუ ეხა დაჭირდა ივანიშვილი საქართველოში, მაშინ ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს აი ამ ოცნების სულ ასე ვთქვათ ანტიხარკულ და სახელმწიფოებრივ ბუნებას. უხლები არის საბოტაჟი, მარტივად არის უცხო ძალასთან ფულსაქმიანობაში თანამშრომლობა. აი ამაზე რას ვიტყვით გამორიცხავს თქვენ ამ ფონდების მსგავსსაქმიანობას? რა თქმა უნდა ჩვენ კარგად ვიცოდით რა საქმიანობდნენ ეს ფონდები, ისინი ეხმარებოდნენ ადამიანებს, არ ვიცი რა საქართველოს პატიმრების დახმარება, საქართველოს დაზარალებულების დახმარება ყოველთვის ითვლებოდა ასე ვთქვათ შესახებ საქმიანობად და ჩვენ ვცხოვრობთ სამწუხაროდ ისეთ დე-ფაქტო ხელისუფლების პირობებში, რომლისთვისაც პატიმრების დახმარება, პატიმრის ოჯახის წევრების დახმარება, დაჭირებული ადამიანების დახმარება არის საბოტაჟი და 8 საათზე დილას დაეცე ფეხმძიმე ქალს, რომელიც მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფება, ეს არის მისაღები ქცევა. აი ეს არის სამწუხარო რეალობა ივანიშვილისეულ საქართველოში და აი ამ რეალობის შეცვლას სურს ქართულ ხალხს. საერთაშორისო ვალუტა ფონდის საწამს, მსოფლიო ბანკის პროგნოზით
მანე პროცენტით? 6%-ით. და პარალელურად ამბობს საქსტატიც, რომ ჩვენს დადებითი მაჩვენებლებს პროგნოზირებთ. ზოგადად ეკონომიკურ მაჩვენებლებზე საუბრისას ჩვენ უნდა გავუხსენოთ, რომ საქართველოში რეალური პრობლემები არის იმის გამო, რომ ეკონომიკური მთელი ასე ვთქვათ მოგება კონცენტრირებული არის ხოლმე ადამიანების მცირე ჯგუფის ხელში. ესე რომ არ იყოს, არ გვეყოლებოდა ქვეყანაში 9 მილიონზე მეტი სოციალურად დაუცველი, არ გვეყოლებოდა მილიონზე მეტი ადამიანი, რომელიც ითხოვს სოციალურ დაუცველთა ბაზაში ყოფნას, არ გვექნებოდა სტატისტიკური მონაცემები, სადაც ნათლად ჩანს ხოლმე, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს უბრალოდ ხშია და საზოგადოების დიდ ნაწილს უბრალოდ აქვს სერიოზული საკმაყოფილო ყოველდღიური გაჭირვება. ამიტომაც, როდესაც საუბრობთ ამ ეკონომიკურ ციფრებზე ხოლმე და ამით თავს იქებს ხოლმე ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, ეს პირველ რიგში თუნდაც აღიზიანებს გაჭირვებულ საქართველოს მოქალაქეებს. და მართლა გულში ამბობენ, რომ ხშირად ამ თემაზე ოპოზიციას პოპულაციას ეწევა, ამცელებენ ხალხ ინფორმაციას, იმიტომ რომ საზოგადოებაში შექმნან ნეგატიური განწყობები. იცი რა, ადამიანს როცა საჭმლის ფული არ აქვს და წამლის ფული არ აქვს და შენ ეუბნები რომ თუმე ყველაზე მეტად განვითარდი ბოლო წლების მანძილზე, ეს იწვევს ხალხის ღაღიზიანებას. ოპოზიციის რიტორიკა და ოპოზიციის პროპაგანდა ადამიანს, რომელსაც საჭმლის ფული არ აქვს და წამლის ფული არ აქვს, რაში ჭირდება? ან ისე რომ არაფერში არ ყოფნის ისეთ ადამიანს, ოპოზიცია რასაც არის რომელიც ეუბნებოდეს, აი რაში ჭირდება ოპოზიციის თქმა იმის მისახვედრად, რომ თვითონ არის ძალიან მძიმე ეკონომიკურ მოვალეობაში. მაშინ რომ გითხრათ ასე ვქნა თქვენი ინფორმაცია, იმიტომ რომ ყოველთვის გამოდიან და ამბობენ, რომ აი სტატისტიკის მიხედვით შემცირდა გაჭირვებული მოსახლეობა. ჩემი ინფორმაცია ეკნება იმ ქვეყანას, რომელშიც მე ვცხოვრობ, თუ ადამიანებს ახლა თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ხოლმე თქვენივე საშუალებებზე, მათ შორის სოციალურ დადებულ პოსტებზე რა გამოხმაურება აქვს ხოლმე თქვენივე ამ მრჩეველში, მათ შორის მივმართავ ამ შემთხვევაში ივანიშვილის ბანდის წევრებს, აი ამ ეგრეთ წოდებულ სათაურებს ხოლმე, რომ თითქოს საქართველოს ყვავის. გადით ქუჩებში, გასაგებია რომ მარტო იახტებზე, მარტო დიდრულ ასე ვთქვათ, წვეულებებზე დადიხართ და დიდრულ ვილებზე დადიხართ თქვენ მეგობრებთან, მაგრამ გადით უბრალოდ ხალხთან და ნახავთ რა მძიმე პრობლემები და ფინანსური კრიზისია ქვეყანაში და უბრალოდ ამაზრზენია, როდესაც ტენდერები და საქართველოს ბიუჯეტის ხარჯზე გამდრებული ადამიანები ქართულ ხალხს მოუწოდებთ, რომ თქვენ ღარიბები კი არ ხართ, ზემდროჭი დიდრები ხართ. კი ბატონო, და ამ თემასთან დაახლოებით კითხავ კიდევ ერთ ACT-ის კვლევას თუ გაიცანით, არის ესეთი ორგანიზაცია, რომელმაც გამოგიტყვა მოსახლეობა, სადაც კი, ხო, რაღაც მოსახლეობის ნაწილი ემზადება ეკონომიკური გამოწვევებისთვის. მართლა ეს რომ შეაფასოთ და მაგალითად ამბობენ, რომ ეს ორგანიზაცია არასანდოა, რადგან მას ხელმძღვანელობს სინათლე ბუხაძე, რომელიც თავის დროზე დაკავშირებული იყო პოლიტიკურ საქმიანობასთან. ხო, გასაგებია რომ ივანიშვილის მისი ბანდისთვის აბსოლუტურად არავინ არ არის სანდო საკუთარი თავის გარდა და საკუთარი ბანდის გარდა. რაც შეეხება მონაცემები არ არის საჭირო სოციალური კვლევა იმის მისახვედრად, რომ ქვეყანაში კარგად არ არის რაღაც, ხო? ანუ ეს ყველას შეგრძნების დონეზე აქვს დალექილი, აბსოლუტურად ნებისმიერ პოლიტიკურ შეხედულების მქონე ადამიანს, რა თქმა უნდა ეს ცუდი ყოფნა და ცუდად ყოფნა ქვეყნის აისახება ეკონომიკურ მოლოდინებზე, ხო? მით უმეტეს, როდესაც შენი ეგრეთ წოდებული ხელისუფლების დე-ფაქტო ხელისუფლების მთელი ვერტიკალი არის სანქცირებული და როდესაც დასავლურ სამყაროსთან კონფრონტაცია არის ისტორიულ მაქსიმუმზე, ამ დროს რა თქმა უნდა ეკონომიკური მოლოდინები საზოგადოებაში ძალიან ბევრ ადამიანს, მათ შორის ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს, თუ რიგით ადამიანებს, საქართველოს მოქალაქეებს, ასე ვთქვათ, აქვთ ერთნაირი, ხო? ACT-ის სანდობასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ სინათლე ბუხაძე იყო პოლიტიკური ხო, ну გასაგებია ხო ყველა არასათვალო სექტორში და ზოგადად სამოქალაქო და პოლიტიკურ ასპარეზზე საქართველოში ბოლო წლების მანძილზე ადამიანები ხშირად იცვლიან ხოლმე, ასე ვთქვათ, არიან ხოლმე ხან პოლიტიკაში, ხან სამოქალაქო საზოგადოებაში და არ ვიცი ხა ოცნების პირობებში ეს თუმე მისაღებია და შეიძლება ოცნების ყოფილი წევრები წავიდნენ ნებისმიერ სფეროში და სხვა ადამიანს თუმე არ აქვს უფლება თუ ოცნების მომხრე არ არის რომ წავიდეს სხვა სფეროში. ხა ეს კიდევ ერთხელ მიგიწევს ივანიშვილის აი ამ დიქტატორულ ლოგიკაზე. შეიძლება გითხრათ, იცით რომ მიგრაციის კანონი გაცვლება 7-30-მდე აფეთქება რომ იყვნენ საქართველოში უცხოელებს და თუ არ დატოვა ივანიშვილი ამ დღეში ანუ თანხა იზრდება 180 1000 ლარად ჯარიმდებიან და ამის შეფასება მინდა. ისეთ რა ჩვენ ხედავთ გარკვეულ ინიციატივებს ივანიშვილის ბანდის მხრიდან, რომელიც უბრალოდ რომ არსებობდეს სანდოობა შეიძლება ადამიანს მოიწონოს, ხო, მათ შორის როდესაც საუბარი იყო ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლაზე და ნარკოტრაფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაზე, მაგრამ ის ხალხი, რომელიც წლების მანძილზე ამ პრობლემას აღრმავებდა და უშუალოდ იყო ჩართული ამ პრობლემის გაღრმავებაში და მათ შორის ადამიანები, რომლებიც საერთოდ ახდენენ ლეგიტიმაციას იმის, რომ უძრავი ფონების ბაზარი მთლიანად აითვისეს
თბილისში და ბათუმში მაგალითად რუსეთიდან შემოსულმა მოქალაქეებმა და კიდევ ძალიან ბევრ უკანონო შეიძლება ითქვას და უკონტროლო მიგრაციასთან ჰქონდა საქმე ივანიშვილის ბანდის პირობებში, ხო მათი მხრიდან საუბარი რომ ისინი მიგრაციას შეებრძოლებენ, უბრალოდ სანდოობას არ იწვევს საზოგადოებაში, რაც უნდა რაღაც კონკრეტულ საკანონმდებლო ინიციატივაზე იყოს საუბარი. იმიტომ რომ ჩვენ კარგად დავინახეთ, როგორ დადგა სერიოზულად ეს პრობლემა მათი მმართველობის პირობებში. საპარლამენტო საგამოძიებო კომისია დღეს მუშაობს, დღეს განიხილავენ ფოტოგრაფების საქმეს. პირველ რიგში თქვენ დამოკიდებულება შეფასება როგორია აი რა მოხდარიებურად ფოტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით და მე ამ თემის განხილვა ხო, არის ახლა ამ თემების განხილვას აქვს ერთი მარტივი მიზეზი, სურთ იმის მაგალითად რომ ვისაუბროთ ახლა კონკრეტულ ადამიანებზე, რომელსაც აწიოებენ, ატერორებენ ოჯახის წევრებთან ერთად, ფერცემი ქალებს და ასეთ პრობლემებზე ვისაუბროთ, ამას მაგალითად უნდა ვისაუბროთ 15-20 წლისამდე ამბებზე. ეს არის უბრალოდ დაცვა ქართული საზოგადოების 15-20 წლისამდე ამბების განხილვა ახლა არც ისტორიკოსები არიან ეს ადამიანები და არც პოლიტიკის ანალიტიკოსები რომ დაждდნენ და პოლიტიკური ანალიზით დაკავდნენ 15 და 20 წლისში რა ხდებოდა. ამ საკითხებზე პოლიტიკური განაჩენი გამოტანილიც იყო, მათ შორის შეიძლება ითქვას რომ ახლა აქტუალობაც აქვს დაკარგული დღევანდელობაში, როდესაც არსებობს ამდენი პრობლემა. ამიტომაც ნებისმიერ საქმეზე შეგვიძლია ეს გავაცხადოთ, ну შეგვიძლია ჩამოყალიბდეს ამ საქმეში, მაგრამ ზოგადად ამ საგამოძიებო კომისიის მიზანს ეს წარმოადგენს, რომ იმის მაგალითად რომ რეალური პრობლემები დღეს და გუშინ რაც მოხდა, იმაზე ვისაუბროთ, უნდა ვისაუბროთ 15 წლისამდე ამბებზე.